გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ დღეს 25 დეკემბერი არის და ყოველ 25 დეკემბერს რაღაცნაირად ერთი და იგივეს გამეორება ხდება საჭირო. არ ვიცი, ამიტომ ვამბობ, რომ აი საქართველოში დღეს დღევანდელ ქრისტიანობას მართლმადიდებლობის გარდა ყველაფერი ცხია, საერთოდ და ქრისტიანობის გარდა ყველაფერი ცხია, მაგრამ გადავწყვიტე რომ გამეცა კიდე ერთხელ პასუხი რომ დღეს არ არის შობა და მომილოცავთ ამ ყველაფერს რა. ადამიანურად გეუბნებით, იმიტომ რომ თუ თქვენ 25 დეკემბერს აღიარებთ შობას, თქვენ არც მართლმადიდებლები ხართ და ახლა კათოლიკებიც არ გქვიათ თქვენ და არც აქ ხართ და არც იქ ხართ, მაშინ შეიცვალეთ რელიგია რა. და მინდა ძალიან მოკლე განმარტება გავაკეთო ამ ყველაფერთან დაკავშირებით სინამდვილეში რა ხდება და რატო ხდება ეგ ყოველთვის რა. Ცლად მინდოდა საუბარი სხვა თემასთან დაკავშირებით, მაგრამ ბრიფინგი არის უშიშროებაში დაგეგმილი, ეთყობა წინა საახალწლოდ ბევრი კონცერტები არის დაგეგმილი საქართველოში და კიდე რაღაც ახალ კონცერტს მივიღებთ, მაგრამ სანამდე მაგ თემაზე ვისაუბრობდეთ, მაგაზე შემდეგ YouTube-ზე ვექნება ტრანსლაცია ვეცდები და მანამდე მინდა გითხრათ აი ამ 25 დეკემბერთან დაკავშირებით, რომელიც აგერ ამ სალომიამაც გამოაქვეყნა იმაში, რომ თურმე ამის დროც მოვაო, რომ საქართველოში 25 დეკემბრითო აღნიშნავთო იმას, რა ქვია, შობას. და დღეს რო კითხო ამ ხალხს, პატრიარქზე რო გიждდებიან და პატრიარქი რო უყვართ, გონია ბიძინა ივანიშვილმაც მიულოცა პატრიარქს ისა, რა ქვია, აღსაყდრების 48 წლის იუბილე და არ ვიცი, ძმაო, ამნაირი ნონსენსი მე არ გამიგია არსად, რომ პატრიარქზე გიждდებოდნენ, ვენებს იჭრიდნენ და პატრიარქის არავის არაფერი არ ეყურებოდეს, ის რაც გასაგონიანის, რა ვიცი, თუ ასე დიდ პატივს სცემთ პატრიარქს, პატრიარქის სიტყვას რატო ფეხებზე იკიდებთ? გინდა LGBT კანონებთან ყოფილიყო, მაგი და გინდა იმას მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით, მაგრამ კაი ჯანდაბას ეს ჩვეულებრივი მოდაა და აფირისტობაა და დღევანდელ ქრისტიანობას და დღევანდელ მორწმუნეებს არაფერი შეხება არ აქვს ქრისტიანობასთან, კერპთა ყვალიფცემლობა ჩვეულებრივად გამხდარით. აი მინდა ახლა გამოვახმაურო ამ ყველაფერს. ჯერ ერთი რა, ისე რო იცოდეთ რა, ყველას აი დარწმუნებით გეუბნებით ამ ყველაფერს. საქართველოში 1918 წლის 18 აპრილამდე მოქმედებდა ძველი სტილის კალენდარი. ანუ ორი კვირით გადაწიეთ უკან საათი, როგორც ხდება ძველი ახალი წლის და შობის აღნიშვნა და მიიღებთ თქვენ ახალ წელსაც და მიიღებთ შობასაც ძველი სტილით. და რო იცოდეთ ეს განსაკუთრებით ეს უკნიდან განათლებულები რო ვენებს იჭრიან და რო გიждდებიან იმაზე, რა ქვია, ამ 25 დეკემბერზე, ხო, საქართველოში ეს კალენდრის ცვლილება დაამკვიდრეს ბოლშევიკებმა. ისე რო იცოდეთ რა, ზოგადად რუსეთის იმპერიის ყოფილ ტერიტორიაზე მაშინ ჯერ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ქონდა, 1918 წლის 18 აპრილი იყო. და უცებ 18 აპრილს გახდა საქართველოში 1 მაისი. რო იცოდეთ ისე რა, აი აქედან მოდის ეს ყველაფერი. და მის მერე დაიწყო სამოქალაქო კალენდრით, ახლა ბოლშევიკების რა გაზაკვირია, ღმერთი მაგენს არ წამდათ და რჯული მაგათ არ წამდათ და იულიუსის კალენდარი მაგათ არ წამდათ და არაფერი საერთოდ მაგათში არ იყო, ამიტომ სოფლიოს ცივილიზებულ ქვეყნებს გაუტოლდნენ ასე მათი ჭკვით და ეს ნეობოლშევიკებიც, რომელიც ახლა ტროცკისტები არიან, პირწავარდნილები, რა თქმა უნდა, მაცავით იცავენ ბოლშევიკების მონაპოვარს და ერთი ამბავი არის ატეხილი, მე არ ვიცი, ეს იმიტომ ყვირის, რომ ამის წინაპარი იყო მაშინ იმ პერიოდისთვის ჯერ კიდე მენშევიკები ერქვათ, მაგრამ საქართველოს ფაქტობრივი მმართველები მენშევიკები იყვნენ და ბოლშევიკებთან ერთად ფეხებზე ეკიდათ იმათაც სარწმუნოება, ღმერთი, ნოე ჟორდანია, ძაღლი მიაკვდა სრულში ჟორდანიას, მიშთა მომავლობას და მაგაზე მომტირალს კიდე საქართველოში ისაა გახსნილი მაგის სახელობის ქუჩა. მე მეუბნებიან, რატო ლანძღე ისო, რა ქვია, ლევილის სასაფლაოზეო, რატო ახვედიო? იმიტომ ავედი, რომ სულ აძაღლებული არის. ისიც და მისი შთამომავალიც და მისი ისინი სულ ყველა. და საქართველოში შემოიტანეს ეს ყველაფერი ბოლშევიკებმა. ეს კალენდარი, თუ არა საქართველოში ბოლშევიკ-მენშევიკებმა რა, რევოლუცია როდესაც მოახდინეს 1917-ში, შემდეგ 1918-ის დადგენილება იყო მთელი რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე, მოხდა ამ ყველაფრის შეცვლა. და დღეს ჩვენ გვეუბნებიან და დღეს ჩვენ გვიმტკიცებენ იმას, რომ თურმე ასე და ასე ყოფილა საქმე, არ ყოფილა ხალხო ასე და ასე საქმე. ყოველთვის მართლმადიდებლური ეკლესია
მოქმედებს ძველი სტილის აღნიშვნით, ეს არის იულიუსის კალენდარი, ეს ახალი კალენდარი აქვს შექმნილი რომის პაპს და 1500 რომელიღაცა წელს არ მახსოვს და ეს უკნიდან განათლებულები გადასული არიან აი ამ იმაზე, რა ქვია, კალენდარზე. ხო და დღეს ახლა რატომ აქ ამაზე საუბარი, ეს არ არის უბრალოდ ეს შემთხვევითი მოვლენა. დღეს უკნიდან განათლების, მაშინ თუ ბოლშევიკებმა შემოიტანეს, მანიშნებელი არის ერთ-ერთი ის, რომ შენ უნდა აღნიშნავდე 25 დეკემბერს. და ეს არაა მარტო საქართველოში, ისე რო იცოდეთ, მართლმადიდებლურ ქვეყნებში, ისეთ როგორც არის უკრაინა, თუმცა დღევანდელ უკრაინას ახლა მართლმადიდებლობის რა ეთყობა, იგივე მოლდავეთშიც რო იცოდეთ და კიდე სხვადასხვა ქვეყნებში, იგივე საბერძნეთშიც სხვათა შორის, სადაც ევროკავშირმა ჭირმა ფეხი შედგა, აბსოლუტურად ყველგან დაიწყო 7 ნოემბრის ჩანაცვლება 25 დეკემბრით. ეს არის პოლიტიკური ნიშანი, რომ ქვეყანა განეკუთვნება ამ სარტყელს, რომელიც სარტყელიც არის შიგ უკნიდან განათლების მანიშნებელი, თუმცა ევროკავშირში რო იცოდეთ ისე მართალია მიუხედავად იმისა, რომ 25-ში აღინიშნება ევროკავშირში ყველგან შობა, რო იცოდეთ ევროკავშირს რელიგია არ გააჩნია და ქრისტიანობასთან ევროკავშირს არანაირი შეხება არ აქვს. გადაშალეთ ლისაბონის კონსტიტუცია, ევროკავშირის კონსტიტუცია, როდესაც მოხდა ჩაწერა იქ რომ თურმე ქრისტიანობას, იმიტომ არ ჩაწერდნენ ევროკავშირის და საერთოდ სარწმუნოების ღირებულებას ევროკავშირში მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, იმ მიზეზიდან გამომდინარე შემოკარგებო, რომ თურმე ისა რა ქვია, სხვა ერები არ ყოფილიყვნენ შეწუხებული და სხვა ერებს არ ჩაითვალათ თავი დისკრიმინაციაში. აქედან გამომდინარე მოხდა ისა რა ქვია ევროკავშირში, მაგრამ ეს არ არის რელიგიურად, რო ვთქვათ, ყველაფერი. უკაცრავად მეგობრებო, გაითიშა ეთერი და გავაგრძელებ. იმის თქმა მინდოდა, რომ ევროკავშირს საერთოდ ქრისტიანობასთან არაფერი შეხება არ აქვს. და საერთოდ ქრისტიანობა არის ევროკავშირში კულტურულ ნაწილად დარჩენილი. და საუბარი იმის შესახებ, რომ თუ ვიღაცას შიგ ევროპაში უნდა ის ავტომატურად უნდა იყოს ქრისტიანი და აღნიშნავდეს 25 დეკემბერს შობას, ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი. მე უბრალოდ საქმე რაში არის, იცით, სირცხვილია ხალხო, რო გკითხოს ვიღაცამ, ხო, ქრისტიანი ხალხი ვართ და მართლმადიდებლები ვართ და ესე და წარსულით ვლაპარაკობთ და წმინდანებს ვიხსენებ. ბიჭო, ერთი ნორმალური განმარტება არ შეიძლება ამ ყველაფერთან დაკავშირებით იქნას გაკეთებული, რომ მსგავსი არაფერი არ შეიძლება. არ შეიძლება იყოს ლაპარაკი ქრისტიანულ ქვეყანაში, მართლმადიდებლურ ქვეყანაში, რომ 25 დეკემბერი დღევანდელი მოქმედი კალენდრით აღნიშნული, ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი. ტყუილი არის ჩვეულებრივი. და მეტი სხვა ამას არაფერი შეხება არ აქვს ამ ყველაფერს ქრისტიანობასთან. და გასაკვირი ისაა უბრალოდ, რომ ამდენი მრევლია, ამდენი მღვდელია, ამდენი თეოლოგია ქვეყანაში, ამდენი სასულიერო ესა რა ქვია, ტელევიზია არის, გაზეთი არის, რო კითხოთ, ამდენ ამას ბეჭდავენ და აკეთებენ და დღემდე ვერ გაიგო ამ ხალხმა, რომ 25 დეკემბერი რითი განსხვავდება 7 იანვრიდან დღევანდელ დღეს. აი ამაში არის საქმე. და სინამდვილეში ეს ყველაფერი გეუბნებით, ესა პოლიტიკური ნიშნული. ახლა როდესაც საუბარი მიდის იმაზე, რომ შობაც თურმე ევროკავშირმა უნდა დაგვიწეროს, როგორ უნდა აღნიშნოთ, ნუ სირცხვილია ეგ ყველაფერი რა. სირცხვილია, ჩვენ თანდათან ყველაფერს ვშორდებით. და უკვე ეს იმის მანიშნებელი არის, რომ საერთოდ გამოქლიავებულია მრევლით დაწყებული საზოგადოების დიდი ნაწილით გაგრძელებული საქართველოში ელემენტარული ქრისტიანობის ეს არა აქვს, რა ქვია, ცოდნა. ამაში არის მთელი უბედურება. და ეს არავის ბრალი არაა თუ არა გარდა იმისა, რა ქვია, ამ ფარისეველი სასულიერო პირების, რომელმა ფარისეველმა სასულიერო პირებმაც დააზომბირეს ხალხი. დააზომბირეს და ზომბირებული გახდა საზოგადოება. თუ არა ამ ხალხს რო შეეკითხო, ახლა ესენი ვინც გილოცავენ 25 დეკემბერს, ეკლესიაში დადიან, მამაო ყავთ, მოძღვარი ყავთ, ელემენტარული არ გაუგიათ. რაც შეეხება იქ შობის საკითხთან დაკავშირებით, შობას სხვა ესა შობა რაღა აღდგომის საკითხთან დაკავშირებით, მე არა ვარ თეოლოგი და არ მიყვარს ამ საკითხებზე საუბარი, არ მაქვს მე სამაგისო განათლება 100%-ით აგიხსნათ, მაგრამ ელემენტარული კალენდრის ცვლილება როდის მოხდა ქვეყანაში და ელემენტარულად როდის მერე გახდა აღნიშნადი საქართველოში ესა რა ქვია 7 ნოემბრის მაგივრად 25 დეკემბერი როდის მერე და 2 კვირით როდის შეიცვალა კალენდარი საქართველოში, ამას არ ჭირდება თეოლოგიური განათლება. რაც შეეხება
შობის საკითხი სულ სხვანაირად არის. აღდგომის ამბავი სულ სხვანაირად არის. სულ სხვანაირად გამოითვლება აღდგომის დღესასწაულის დღე და იქ სულ სხვა ფაქტორები არის, რომელსაც ჩვეულებრივ კალენდართან, ამ კალენდართან ყოველ შემთხვევაში შეხება არ აქვს. ეს სულ სხვა ასახსნელი თემა არის და შობის საკითხი ამას არ უნდა ჭირდებოდეს ახსნა და ამას არ უნდა ჭირდებოდეს ამ ყველაფერს ელემენტარულად განმარტება 21 საუკუნეში შედით, ბიჭო, ბოლო-ბოლო GPT ჩატს კითხეთ და ელემენტარულად ისკენით და ესკენით. მაგრამ ესა ყველაფერი პოლიტიზირებულია, რელიგიას პოლიტიზირებული არის და ახლა აგერ არის და ნახეთ იმ ქალბატონი დენიზა სუმბაძის რომელიც მემატიანი არის ნამდვილად საქართველოს უახლესი ისტორიის და მცოდნე სიღრმისეული ყველაფრის თეოლოგიის იქნება ეს თუ უახლესი ისტორიის თუ პოლიტიკური მოვლენების და მოусმინეთ ელემენტარულად თუ რამდენი ტყუილებია შემოიმასქნელი, რა ქვია, შემოგდებული მართლმადიდებლურ ქრისტიანულ და ქართულ ქრისტიანობას რაც შეეხება ხება იმის შესახებ, რომ თურმე დავით აღმაშენებელი ებრაელი იყო და თურმე ბაგრატიონები თურმე ისა რა ქვია ებრაელებიდან მოსულები იყვნენ და რაღაცა ბოდუები და ბიჟუტურები გავსებულია საპატრიარქო ემეთი, რა ქვია, ამ სასულიერო პირებით, რომელიც სასულიერო პირებითაც ну აი გული აგერევა ადამიანს, იცი, აი რომ მოусმენ ამ ხალხს და რაღაცა არანაირ ქრისტიანულს რო ესენი არ გიტყვიან, აი ამის წინეებზე იყო სხვათა შორის ერთი წამით თუ ნახი ახლა მე ის გაჩვენებ თქვენ აუცილებლად ბოდიშით მეგობრებო ითიშება უბრალოდ ესა კავშირი და ვერ დავასრულე ეს ვიდეო ლაივი და აი იმის თქმა მინდოდა ზუსტად რომ ბიჭო აგერ ერთი ებრაელი არის, ქართველი ებრაელი არის, ეგერ იმაში რა ქვია იერუსალიმში, ისრაელში ცხოვრობს და ღიად წერს სტატუსს აგერ რომ დამირეკესო საპატრიარქოდანო იმისთვის რომ დამეწერაო სტატუსიო რომ ხანუკასო აღნიშნაო თურმეო ხანუკის აღნიშნა თურმე მართლმადიდებელი ქრისტიანიდან ამაში ცუდი თურმე არაფერი არ არისო და პირიქითო ესო კაცო ჩვეულებრივი ამბავი არის რა წაიკითხეთ ხალხო აი ეს არის იცით აი მთელი უბედურება ესაა მე რომ ამხელა მასა ამხელა მრევლი არის და ელემენტარული არიციან და საპატრიარქოზე კიდე რამეს რო იტყვი და იმ წუთში თვალების დასათხრელად რო არიან წამოსული კაცი შვილი ამაზე სერიოზულად მაგრამ ახლა ჯაღმაიძე რო გეყოლება იქ და მუჯირი გეყოლება და სხვანაძირლები იქნებიან იმასკნელი რა ქვია და პატრიარქის აღსაყდრებას თურმე აღნიშნავენ და მადლობა ღმერთს რომ ესეთი პატრიარქი ყავთ და ისაღავთ აი სინამდვილეში სადამდეა დაწემული ჩვენი საპატრიარქოს მდგომარეობა რეალური მდგომარეობა აი ეგერ ურეკავენ ებრაელებს იმაში ისრაელში რომ Facebook-ზე საპატრიარქოდან ურეკავენ იმაზე რა ქვია ისრაელში იმას რა ქვია ებრაელებს რომ დაწერონ განმარტებითი პოსტი იმასთან დაკავშირებით რომ თურმე არანაირი პრობლემა არა ქრისტიანმა რომ აღნიშნოს ხანუკა რა ქვია ამას ქრისტიანობა ქვია ან მორწმუნეობა ქვია ან მე რო ენები გაქვთ წამოგდებული და საპატრიარქოსთან როგორ მიდით და ეს როგორ თქვით და ის როგორ თქვით დაგაზომბირად ბიჭო დაგადებილად თქვენ და ეს ებრაული კლანი იმნაირი ძლიერი არის მოდებული ამ საპატრიარქოში და რას არ გაბოდიალებენ და გაშტერებენ მცხეთა მეორე იერუსალიმი და ენუქის წიგნი და ეს ყველა ებრაელები იყვნენ თურმე თქვენ პატარა ვიზია შიქ ხო არა გაქვთ მართლა გამოკლეავებულებო აი გამოხვალთ აგე და ღმერთის და იმის ბრალი არის რომ ქრისტიანობის გარდა საპატრიარქო ყველაფერს აკეთებს და როგორ შეიძლება ამის თქმა ამას როგორ ამბობ იქ სიწმინდეა ძალიან დიდი სიწმინდეები გამოდის საპატრიარქოდან ჯაღმაიძის თამადობით და ემესი მუჯირის და პეტრეს და რა ვიცი თუ ვინმე ერთი ნაგავი გამომჟღეურდა ყველა იმაში იყო სინოჯი და ყველა იმაში იყო იმასკენ აი იგი ნაციონალი მღვდელია იგი მღვდელი არა თქვენ ვინ ახართ ელემენტარული ვერ აუხსენთ და ელემენტარული ვერ გააგებიეთ საქართველოს დღევანდელ იმას უადარებთ თავს გრიგოლ ხანძთელის ეპოქაო მონაგონი არისო რაც დღევანდელი საპატრიარქოს პერიოდშიო ესო მშენებლობაო წავიდაო ეკლესიების მშენებლობა მეორედ მოსვლის ჯამზე ეკლესიებს შეიძლება ოქროს გუმბათები ედგასო მაგრამ იქ ქრისტიანობის არაფერი არ იყოსო და სარწმუნოების არაფერი იყოსო და ასე ხდება როგორც ვატყობ ასე არის ლამიზაა ოქროს გუმბათები დაადგათ ეკლესიას და ოქროს ჯიპები დიაროთ მაგრამ ქრისტიანობის თქვენში არაფერი არაა დარჩენილი
ესა სინამდვილე და ესა რეალობა და ამაზე ლაპარაკი თურმე ისაა და გამოგიხდებიან ეს ბნელმადიდებლები ეს კერტქაყვანის მცემლები რა ეთყობა ამგეს ქრისტიანობის და იმდენი ვერ გააგებია საკუთარ მრევლს რომ 25-ში არაო კალენდრით მოქმედი სამოქალაქო კალენდრით დღეს 25-ში ეს არაა შობა და არ უნდა მიულოცო ერთი მეორეს და არ უნდა იყოს ამდენი ისე ბიჟუტური და ეს თქვენი ბრალია ყველაფერი ეგრეთ წოდებული სასულიერო პირების რომლებიც სულიერ ლიდერებად ითვლებით ერის აბა ვისი ბრალია ჩემი ბრალია მე ვარ ისა მღვდელი და მე მაკისრია ისა განმანათლებლობა ხალხის ქრისტიანობა ამაში არის მთელი უბედურება და მე ნუ გაგიკვირდებათ რომ ესა რა ქვია საკუთარ თავს რომ ახლა როგორი ის არის პატრიოტი ხო დღევანდელი ახალგაზრდობის გაგებით შიგ ევროპაში უნდა გინდოდეს უკნიდან განათლებული უნდა იყო ნატო კვატო ეს ჩვენი ისტორიული არჩევანი ყოფილა და რომ იდგება საქმეზე ქრისტიანული დღესასწაულების აღნიშნა ეს რუსული რელიგია და რუსული რელიგიით როგორ შეიძლება აღნიშნული იქნას შობა ჩვენ თუ გვინდა რუსეთზე უარი ვთქვათ მაშინ ამ ყველაფერზე უარი უნდა ვთქვათ და თურმე ეს უნდა შევცვალოთ. აი ესე დებილიზმამდე მივიდა. მე უკვირს ხალხს, მაგრამ რა გასაკვირია, ბიჭო, აქეთ თუ გახედავ, აქეთ თუ ტრაკიდან განათლებულები არიან, აქეთ გადმოხედეთ, ერთი ივანიშვილის მხარეს გადმოხედეთ, ერთი მთავარი იდეოლოგი, ქოცების მთავარი ფილოსოფოსი, ვინც არის რა გვარია, ისა შათირიშვილი. კაცი იმას ამბობდა ღიად, რომ ესო რა ქვიაო, მეო ნაციონალურ მოძრაობას მხარს იმაში უჭერდიო, რომ მართლმადიდებლობას ებრძოდაო მე თვითონო კათოლიკე ვარო და საერთოდ კათოლიკობაო ესო საქართველოსო თუ უნდაო რუსეთზე უარი თქვასო, მართლმადიდებლობაზეც უარი უნდა თქვასო და კათოლიკე უნდა გახდესო. და ესა ივანიშვილის მარჯვენა ხელი და ქართული ოცნების მთავარი იდეოლოგი ეგერაა ვიდეო მას მაინც ვერ დავამბრალებთ, რომ ჩემი მოგონილია და ხელოვნური ინტელექტითაა ლაპარაკი. და ხალხი არის ესეთი დაბალი დონის განათლება. ელემენტარული განათლება არა. და არა, ქოცების ბრალია არა, რა თქმა უნდა, ქოცები რაშვაში არიან. არა, საპატრიარქოს ბრალია, რა თქმა უნდა, საპატრიარქოს ბრალი არა, საპატრიარქოს ხალხი ლოცულობს მარტო და არც ალია სხვა რამისთვის. ახლა ვინმე გამოვა და იტყვის იმას სინამდვილეში როგორ იყო და როგორ ხდება და რანაირად ხდება ეს ყველაფერი და შენ ბნელი ხარ, შენ ერის მტერი ხარ, შენ ამომრჩეველს აგინე, შენ პატრიარქს აგინე, შენ იმას აგინე, შენ ამას აგინე და ეს ყველაფერი საერთო ჯამში არის მე პოლიტიკურში გადასული. და ეს ყველა ეს ანაფორიანები თუ უანაფოროები ყველა ებრძვიან ქრისტიანობას და მართლმადიდებლობას. ასე როგორც გააკეთეს ამოჭერით ეს ვიდეო და როგორც მოიქეცით 91 წელს და 92 წლებში და როგორ დაუჭირეთ ხალხი მხარი ისა ქართველების მკვლელ და სისხლიანი მას რა ქვია რეჟიმს შევარდნაძეს და მის ხუნტას ბიჭო ვინმეს დავიწყებულია გაღლა ეგ ყველაფერი გონიათ ქრისტიანობის და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ აი ამაში არის მთელი უბედურება და ამაში არის ერი და ბერი ერთად თავმოყრილი თუ ასე არ არის, აბა გამოდით, მაშინა თქვით რომ ასე არაა. და გამოგვივა მე და აი პატრიარქის აღსაყდრებას ლოცულობენ თურმე და პატრიარქის სიტყვა ახსოვთ. ღმერთთან ერთხელ სასუსხოს პატრიარქი, მაგრამ ყველა მიჩერებული იმაზე რო ხართ, რომ პატრიარქი როდის მოგდეო, თქვენ დაითრიოთ, იგაობა და მოჯდეთ და სკამზე და მე ისტორიაში ჩაეწეროთ და ეს ვინ უნდა გახდეს საქართველოს პატრიარქი? ვინ უნდა გახდეს? ჯაღმაიძე უნდა გახდეს, მუჯირი უნდა გახდეს. ერი გადაშენების პირასაა მისული მიწასყიდიან, იმაშვებიან, ამაშვებიან, პირში აქვს წყალი ჩაგუბებული და რაცა რიტუალებს ასრულებენ და ბოდიალობენ და ამაშვებიან და იმაშვებიან და პასუხს ელემენტარულად არ გაგწევენ, რომ მიხვალ იქ, რომ რას ამბობ, ბიჭო, ხმას იღებ თუ არ იღებ. ბოლო უშუალოდ საპატრიარქოს ეხებოდა ის მიწები, რომელ მიწებზეც ქალაქები უნდა აშენდეს. არა, ძმაო, არა, ეს შენ როგორ შეიძლება ეს თქვა, ლოცულობს ხალხი ხელი არ შეიძლება გამოგიყვანენ, მე იაკობაზნაირ დასწირებულს და დაგიწყებენ იმას, რა ქვია, სარწმუნოებას და სამშობლოს და პატრიოტიზმზე ლაპარაკს, რა. და შენ ყველაფერთან ერთად, გაიგე? შენ ქართველი ვინც ახარ და ვინც აზროვნებ, ამ ყველაფერთან დაკავშირებით, შენ ყველაფერთან ერთად უნდა იყო ჩმორი. ჩმორი შენ ქვეყანაში შენ ვერ უნდა თქვა სიმართლე. რომ ეს არის სინამდვილეში ასე, რომ ამის სათავე არის ეს, რომ ეს მოდის პირდაპირ საპატრიარქოდან, ამ ყანდურებიდან, რომ ეს ყველაფერი მოდის, იმიდან რა ქვია, ურჯულო ივანაშვილიდან, ურწმუნო, უღმერთო, მისი იდეოლოგი შათირიშვილიდან და იქ უკნიდან განათლებული ამათ საქართველოსთან არაფერი შეხება არ აქვს. ვიცი. აი გამოგივა კიდე ვიღაცა ექსპერტი და აგიწყებს იმის შემხვდასაც ესა რა ქვია უცხო ქვეყნის ოფიციალურად ახლა უკვე ოფიციალურად უცხო ქვეყნის გავლენის აგენტურა საქართველოში ეს რა ქვია უსაფრთხოებისო ლეგიონიო საინფორმაციო მოლოდინი ყავთ იმას ეს ნაძირალა ვირთხა და ეგ ზის ვიღაცა ექსპერტი და ამის რა ქვია
ხიდაშელის გამონაცვალი ნიფხავი და ლაპარაკობს იმას, რომ ერთადერთიო ბიჭო, ვისაც აქო აღიარების უფლებაო, ეს აღიარების უფლებაო აქო კონსტანტინოპოლის პატრიარქი, რომელიც საერთოდ ბუტაფორიული ფიგურა, სოფლიო პატრიარქი ქვია და თურქული სპეცსამსახურების თანამშრომელი იყო 40 წელიწადი ოფიციალურად. და იმას ჯერ მაგიც არ იცის. ელემენტარული მაგის განათლებაც არ აქვს, რომ თუ კი ვინმე საინტერესებს როგორ უნდა მოხდეს ქვეყნის აღიარება მართლმადიდებლურ იმათ რა ქვია დამოუკიდებელ ავტოკეფალიათ, ამისთვის საჭირო არის აბსოლუტურად ყველა ხაზგასმით ვამბობ, ყველა იმ ეკლესიის თანხმობა, რომელი ეკლესიაც ოფიციალურად არის და 15 ეკლესია თუ არ მეშლება საქართველოს, რუსეთის, საბერძნეთის, სერბეთის, აბსოლუტურად ვინც ამ სოფლიო ეკლესიების ყველას თანხმობა არის ამისთვის საჭირო. სხვა შემთხვევაში კონსტანტინოპოლის პატრიარქი კი არა, ვერავინ ვერ შეძლებს ჩვეულებრივი ეს კანონმდებლობა დაარღვიოს. ეს დადგენილია დიდი ხნის წინ. მაგრამ აგინდა ამა თავისი რელიგია აქვს და თავისი რწმენა აქვს და არ ვიცი ახლა ამგენთან ზოგი ძაღლმადიდებელია საქართველოში, ძაღლი უყვარს ადამიანზე მეტად, ზოგი ბიძინემადიდებელია, ზოგი მიშამადიდებელია, ზოგი ევროპამადიდებელია, ზოგი ეს ერთადერთი რაღაცის ბრალია, ერთადერთის ის რომ რეალურად ჩვენ ქვეყანაში ქრისტიანობის ამ ხალხს არაფერი არ ეტყობა ქრისტიანული განათლების. ის რაც იყო ძველი დარჩენილი ხალხში და ერში და მოსახლეობიდან და წინაპრებიდან, აი იმის ამოძირკვა უნდათ. ეს ყველაფერი თურმე ყოფილა გადამონაშთი და ძველი რაღაცა ბანელი რუსული და განათლდი. ახლა და მიიღე და 25-ში აღნიშნე აღდგომა ისა შობა. მოკლედ რა ამის თქვა მინდოდა და ეს უკაცრავად ასე ამდენჯერმე გაწყდა ეს ლაივი, მაგრამ რეალობა და სიმართლე არის ეს. ვინც გამოდიხართ და იძახით და 25-ში მართლმადიდებლურ ქრისტიანად ახართ მონათლული და იძახით იმას, რომ თურმე არანაირი შეხება თურმე იმას რა ქვია 7 იანვარს არ აქვს ქრისტიანობასთან და პირიქით უნდა აღნიშნოთ 25-ში ეს არის უდიდესი მკრეხელობა. თქვენ ქრისტიანები არა მართლმადიდებლები არ ახართ ყოველ შემთხვევაში და რარჯულის ხალხის გინდათ იმ რჯულის ხალხი იყავით, გასულ მე არ მაქვს პრეტენზია, ვინცა მორწმუნე კათოლიკე და პროტესტანტი და ეს ვინც აღნიშნავს დღეს ღმერთმა გაუმარჯოთ, გასულ თავის რწმენაში და აღნიშნონ, მაგრამ ვინც მართლმადიდებელი არის, ნუბოდიალობთ ამას. ნუბოდიალობთ ამას, ეს მე არ მაინტერესებს. იმიტომ ესა ბოდოა, ესა ავადმყოფობა და ამას მართლმადიდებლობასთან არაფერი საქმე არ აქვს. წაეთ გადაენათლეთ, ვიზია კათოლიკებად, გადაენათლეთ პროტესტანტებად, ლუთერანებად, რარჯულის ადამიანებადაც გინდათ გახდით და აი და აღნიშნეთ და მე ნუ მასწავლეთ ჭუას. დრაშვაში არის ესა რა ქვია ნატო, საქართველო, ისრაელი აქ არის ძალიან მარტივად. აქ არის ძალიან მარტივად საქმე. საქართველოს საპატრიარქო გავსებული არის ისრაელის აგენტურით, რომელსაც აქვს თავისი გეგმა და თავისი დავალება და ასრულებენ ამ ყველაფერს. და მაგათი გეგმა და მაგათი დავალება ის არის, რომ გამოაცხადონ, რომ თუ რამე იყო საქართველოში, ეს არ არის ქართული, ეს არის ებრაული და მსგავსი ბოდოები. დავით აღმაშენებლიდან, ბაგრატიონებიდან დაწყებული, დამთავრებული აგერ ამ ყველა ხანუკის დღესასწაულთან ერთად და გამოაშტერონ და გამოაკლიავონ ხალხი. ესაა სიმართლე. იმათ თავისი გეგმა აქვს, მუშაობენ. რო თურმე რა მოხდა მე გასაგებია კაცო, შეიძლება ადამიანს მიულოცო და მეც მიმილოცია მორწმუნე ადამიანისთვის, გინდა წამს იმ ადამიანს იმ რწმენაში არის და უნდა მიულოცო, კი ბატონო, ღმერთმა გაუმარჯოს ყველა მორწმუნე ადამიანს, ვინც თავის დღესასწაულს აღნიშნავს, ღმერთმა დაასწროს და კი ბატონო, გასაგებია, მაგრამ იქ შენ მიხვიდე და რიტუალებში მიიღო მონაწილეობა და მე თქვა, რომ შენ მართლმადიდებელი ქრისტიანი ხარ, არა ხარ შენ მართლმადიდებელი ქრისტიანი, თუ მართლმადიდებელი ქრისტიანი თუ ხარ, გეგრძელება სხვის რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობის მიღება. მაგრამ ახლა ვინა ყომახიძია ქრისტიანი? თუ ის გამოკლეებული რა ქვია, კალაძია ქრისტიანი, თუ ივანიშვილია ქრისტიანი? რითი არიან ქრისტიანები სათლებს რო დაიკავებენ, ეიქცევიან სამიმბაში სამწესასამდებად? ამით ეს მაგათი ქრისტიანობა არა, ეს მაგათი ქრისტიანობა. ხო და მე არავის არ ვასწავლი ჭკუას. მე ეს იმიტომ აქ დადებული აქ იმისთვის, რომ იმ დონეზე განაგლდა ეს ებრაული ლობი,
რომელმაც რეალურად საქართველოში შექმნა პაპიზმი და რიტუალების დონეზე დაიყვანა რწმენა, უკვე არც მალავს, რომ გამოდის, რომ საქართველოს საპატრიარქოდან ურეკავენ და იქ იქნას გამოაშკარავებული. რა თქვენ გონიათ ის ლაშა ჟვანია რო იყო და ის რო იყო, პირდაპირ ისრაელის აგენტურა იყო ჩამჯდარი და ისრაელის აგენტურაა ჩამჯდარი თავიდან ბოლომდე იმ ყველაფერში. მოусმინეთ აგერ ქალბატონ დენიზას უმბაძეს და აიგებთ ყველაფერს რაშიცაა აქ. და საიდან აქვს ეს ყველაფერი ამოჭხრეკილი. გრიგოლ ხანძთელის ერთი ეპიზოდიდან აქვს ამოღებული ყველაფერი და ამას სიფხიზლე ჭირდება და ახლა ადამიანმა როცა არ იცის და გაუნათლებელია და უწიგნურია, ადამიანზე მეტი მარტივი სამართავი არავინ და არაფერი არა. უკვე ინდონეზია მისული ქვეყანაში სიტუაცია ჯვარს და რწმენას გილანძღავენ, შეურაცხყოფას აყენებენ და შენ ხმას რო იღებ ეს ისა რა ქვია, იმათი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ყოფილა თურმე. ბოდოა. ამ დონეზე მიიყვანეს საქართველოში ქართველებმა, მაგრამ რა ვიცი, მისი ბრალია ყველაფერი, მისი ბრალია და ეგ არაფორიანების ბრალია. პოლიტიკაზე რო აქვს ენები წაგდებული 7-24-ზე მე რომ ასწავლიან ჭუას თურმე რა უნდა ვილაპარაკო და რა არ უნდა ილაპარაკო, გაანათლეთ ხალხი და მრევლი გაანათლეთ და არ იქნება მრევლი ასე დაყრუებული და დაშტერებული. მარტო მოვიდეს რომ ჩემმა მამაომ მითხრა და ეს ასე არის, ასე არ იქნება. შენი მამაო რასაც გეუბნება ქრისტიანულს იმაში უნდა გაუგონო, მაგრამ რაც არ გეუბნება არა ქრისტიანულს იმაში რა არის გასაგონები. აი, კარგად ზანდებოდეთ და ნახოთ დღეს სხვა თემასთან დაკავშირებით მინდოდა, მაგრამ ალბათ YouTube-ზე გვექნება ტრანსლაცია თუ იქნება, რაც ძალიან საინტერესო სცენარები იდგმება იმაში, რა ქვია, უშიშროებაში ახლა და ჭირდება ამას განმარტება. ხო, არ უნდა მიულოცო, მაგრამ ტვინი არა აქვს თავში და ამერიკის ქრისტიანები არიან დღეს საქართველოში.